ევროპაში და კონკრეტულად გერმანიაში არის უდიდესი პოლიტიკური სკანდალი. 16 პოლიტიკური კანდიდატი არის მკვდარი, მოკლული ალტერნატივა გერმანიის რიგებში ხალხო. რომელიც არის სიდიდით ნომერ პირველი პარტია და ხმების მეორე ადგილზე გავიდა წინარჩენაზე და ძალიან მზარდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. რომლის ნარატივი არის ულტრამემარჯვენეობა, კონსერვატიზმი, მეტი ნაციონალიზმი, მეტი სარგებელი გერმანიას, მეტი სუვერენიტეტი მათ სახელმწიფოს, ევროპის გამოღვიძება და მთელი ეს მემარჯვენე ნარატივი და ამ დროს 16 კანდიდატი ერთის მიყოლებით, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე, ანუ ერთი კვირის რადიუსში გაურკვეველ ვითარებაში არიან ნაპოვნი გარდაცვლილები, ნუ მოკლულები, რა თქმა უნდა, ჩემი თეორიის თანახმად. ეს თუ არ არის Deep State-ის ხელწერა, ეს. აი მე მინდა იმ გულუბრყვილო იდიოტებს მიუმართო, შიგევროპელებს ძირითადად, მაგათ გულისხმობ, რომლებიც ესე აბუჩად და ესე გულუბრყვილოდ ეპყრობიან ესე საკითხი. თქვენ რა მასონების გიჩერა და თქვენ რა იმე 16 კანდიდატია მკვდარი. ეს დამთხოვა, აი ხა რეალურად, ან კითხვა სვა, აი ლეგიტიმური კითხვა, აი პირველი ამ ვიდეოს, აი იმაში კითხვა ისოა 16 პოლიტიკოსი, როდესაც არის მკვდარი იმ პარტიაში, რომელზედაც ჩამოკიდებულია გერმანელი ხალხის მომავალი, არის თუ არა იმ ჩრდილოვანი ძალების ხელწერა, რომლებიც ებრძვიან სუვერენიტეტს, ნაციონალიზმს და მეტ ეკონომიკურ სარგებელს წევრ სახელმწიფოებისთვის. არის თუ არა Deep State-ის ხელწერა? 100%-ით. 100%-ით. იციან რომ გერმანიის გამოღვიძება უდრის მთელი ევროპის აღდგენას. ნუ მოკლედ მეგობრებო, ამ თემაზე ვაპირებ ახლა მე საუბარს, ეს რაღაც სიგიჟე მოხდა, ეს არის აი ხო გეუბნები ეს ინფორმაცია რო გავიგე 9 ჯერ გადავამოწე, ეს მართლა სიმართლე იყო თუ არა? მოდი ახლა სანამ ვიდეოზე ჩვენ გადავალ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, ასევე გამოყევით ახალ Instagram-ზე, სადაც ყოველდღიურად წერილებს ვაქვეყნებ ხოლმე, ძალიან საინტერესო სტორიებს ვდებ ხოლმე, ცხოვრებისეულ რაღაც გამოცდილებებზე, აღწერაში ლინკი ვითითებული, დააპაუსეთ ვიდეო, დამოფოლოვეთ და ისევ გადმოდით. და ასევე ვისაც გინდათ რომ არხის განვითარებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ, გააკეთეთ დონაცია, რომელიც ასევე აღწერაში ამითითებული. ახლა გადავიდეთ გერმანული პოლიტიკის სკანდალზე. მოდი ახლა პირველ რიგში დავიწყოთ იმით, შესავალი პროლოგი გავუკეთოთ ამ ყველაფერს ქართულ ენაზე. გერმანულ პოლიტიკაში დიდი სკანდალია თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილი იპოვეს 16 პოლიტიკოსი. მათგან 7 პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრია. ეს სწორედ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე ადგილზე გავიდა და 151 მანდატი მოიპოვა ბუნდესტაგში. და ამ არჩევნებზე საერთოდ დაამარცხებდა, იმიტომ რომ ძალიან აქ დარხეული გერმანიას. აი BMW და Mercedes-ი რო არის, მათი აქციებიც კი დაეცა და ეს ყველაფერი განპირობებული არის იმით, რომ ომის შემდგომ და ეს ყრალი ევრობიუროკრატები, რომლებიც ბრიუსელში ზიან და ეხლა ქართულში ევროპელებს ხო გქონდათ გერმანიაში ისეთი კაი ხელფასებია, გაიგე და ეს გონეთ ევროკავშირის დამსახურება და ის არიცია რომ გერმანიის ეკონომიკა გერმანიის წარმოებას ედგას და გერმანიის წარმოებას აქვს დარხეული BMW და Mercedes-იც კი ამერიკაში გადიან. იმდენად აქვს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყანაში. ისტორიული მინიმუმამდე BMW-ს ისენი რო დაეცემა ეხლა თქვენ გერმანიაში, თქვენ წარმოგიდგენიათ მაგ ქვეყნის ეკონომიკა რა დღეშია? ბუნებრივ აირზე ნორვეგიაზე რო გახადეს დამოკიდებული და რუსეთს გამოაჭრეს და ეხლა თვითონ ემიგრანტებიც კი წწონებენ გერმანიაში, როგორ გაიწია კომუნალურობა, რისი დამსახურება? ბრიუსელის. გერმანიას თავის შენახვა შეუულია. ბევრად. საერთოდ რა პასუხისგებლობა აქვს? მას რატო უნდა ინახოს ხორვატია, ანუ სხვა ევროკავშირის ქვეყნები რატო უნდა ინახოს? ამჟამად კი ლიდერია გამოკითხვებით გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ფაქტს უკვე მოყვა. ხო, ამ ილონ მასკი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ძმა. ილონ მასკი სოფლიოში ეხმარება ყველა მემარჯვენე ძალას და ეს მინდა ვთქვა იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ილონ მასკს აშავებდა ამდენი ხნის განმავლობაში. ილონ მასკი არის ერთადერთი ფიგურა თანამედროვე ტექნოკრატებიდან, რომელიც არის მემარჯვენე ნაციონალისტი. პირდაპირ ვამბობ ამას. აგერ ის რო შეხვდა ტრამპმა რო შეკრიფა ეს know-how რო დაარსა და რომ ცუკენბერგები და სემ ალტმანები მიიყვანა იქ ხელოვნური ინტელექტის წარმოადგენლები, მასკს არს დაუძახეს იქ. ილონ მასკი არის ყველანაირი მავნებლური პოლიტიკის წინააღმდეგი მსოფლიოში და თვითონ ამბობს, თუ ავთი არ მოიგებს გერმანია სუდად ექნება საქმე და გერმანიას სუდად უკვე აქვს საქმე. ძალიან სუდად. გერმანია არის მე აგიხსნით რა გერმანიას მოდი მომსმინოთ. ერთი ჭორი და საფუძვლიანი ეჭვი. გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ 16-დან მხოლოდ ერთმა ჩაიდინა სუიციდი. თუმცა ეს პასუხები არ აკმაყოფილებს მედიას, მათ შორის შეერთებულ შტატებში. პოლიტიკოსთა მასობრივ გარდაცვალებაზე კითხვები აქვთ გამომძიებელ ჟურნალისტებს და ვარაუდობენ, რომ 16 პოლიტიკოსის ერთდროული სიკვდილის შემთხვევითობა არ არის. აი მე მინდა
ცოტა საკრალურად შევხედო ამ ყველაფერს ხა რა. აი როგორ თქვენი აზრით ერთი კვირის რადიოში რო 16 პოლიტიკოსი კვდება საეჭო გარემოებაში, ნუ ზოგი სუიციდი, ზოგი ვითომ ის არ ქვია ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემები, ზოგი რაღაც გაუჩინარება. აი თქვენი აზრი, აი კომენტარებში დაწერეთ. მოდი ორი წამი დააპაუზე, აი კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით იმ პარტიის მეინსტრიმი და მისი შემადგენელი წევრების დიდი ნაწილი რო კვდება, ეს დამთხოვაა თუ შეთქმულების თეორია კი არა, სინამდვილე უბრალოდ ჭეშმარიტება. ხალხო ფიცოს ესროლეს სლოვაკეთში 2 წლის წინ ამაზეც ვიდეო მიდევს. რუმინეთში მოგებული არჩევნები გააუქმეს და ბოიკოტი გამოუცხადა ბრიუსელმა. საქართველოში არსებული პროცესები და ეს აქციები და რამე ვინ იყო მთავარი ამის მაპროვოცირებელი ამ ქუჩის არგო ისევ დასავლეთი კოლექტიური ევრობიუროკრატები ეს მინდა ხაზი გაუსვა კოლექტიური დასავლეთს რომ გულისხმობ ბრიუსელს რადგანაც ბრიუსელში ზიან ის აგენტურა და ჩანერგინი deep state-ის ეს მარიონეტები რომლებიც ევროპაში მიმდინარე ყველა სახის ნაციონალისტურ გამოვლინებას სისხლში აქცევენ უბრალოდ იმიტომ რომ შენ რო ევროკავშირის წევრი ხარ არამედ რომ შენ ხარ უბრალოდ კომუნიზმის შემადგენელი ნაწილი ბრიტანეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს სახში გვარდებიან იმის გამო რომ კომენტარები Facebook-ზე დაწერე მაგაზე ჯარიმებია და პირდაპირ ციხია 12 თვიანი საფრანგეთში, გერმანიაში, ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში საერთოდ დაშტერებული და დაზომბირებული ხალხია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ ერთი ბლოგერიც არ არსებობს ხალხო გერმანიაში, ერთი ბლოგერიც არ არსებობს საფრანგეთში, ერთი ბლოგერიც არ არსებობს ავსტრიაში ან შვეიცარიაში, რომელიც გამოვა და ამ ხელს, ამ მახინაციურ ქსელს ყალ და მყრალ ბიუროკრატიას, რომლებიც ებრძვიან სუვერენული სახელმწიფოების ბედ იღბალს ევროპაში. ცალკე აღებული გერმანია მაგარია, ცალკე აღებული საფრანგეთი მაგარია, მაგრამ მაქსელში, რასაც ევროკავშირი ქვია, რომელიც არის თავიდან ბოლომდე აგებული ფაიზერის სკანდალებიდან დაწყებული. დამთავრებული უკრაინაში ომში ფულის კეთებით. და რომლებიც აქეზებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტრუქციულ პროცესებს და თქვენ რომ ნერვები დაწყვეტილი გაქვთ და თქვენ რომ უბედურებებში იხსოვით, სწორედ მაგათი დამსახურება მინდა გითხრათ. რომლებიც მანიპულირებენ იმით, რომ აი შენ ქვეყანაში ნაკლები დემოკრატია, შენ ქვეყანა მეც იმსახურებს. ხალხო რომ გერმანიდან BMW გავიდა, იცით? თუ არ იცით, გადაამოწმეთ. BMW და Mercedes, რომლებიც არიან, რავი, ერთ-ერთი წამყვანი მანუფაქტურები გერმანიაში, ამერიკაში გადავიდნენ იმის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისია გერმანიაში. და მათი აქციების ფასი კატასტროფულ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. გერმანიაში არსებული ქართველი ემიგრანტებიც ხო იმაზე წუწურებენ 24 საათი რომ აი კომუნალურები გაძვირდა. რატო გაძვირდა? იმიტომ რომ ომი რაც დაიწყო, გერმანიას მოუჭრეს ეს Nord Stream-ები და ისენი, რა ქვია, გაზის მილები და გადავიდნენ ნორვეგიაზე. ნორვეგია ძალიან ზვირად ყიდის. ჩეხეთის უმძიმესი მდგომარეობა აქვს მაგ ხრივ. და ეხა აპირებს რომ ის რუსული გაზი დააბრუნოს. ანუ ნახეთ, დედა უტირეს თვითონ ევროპულ ქვეყნებს. ეხა იმებზე აღარ 1000-ჯერ მაგნადა ემიგრანტები და ბანგლადეშელები, ინდოელები და არაბები, თურქები და მთელი კოსმოპოლიტიზმი რო გერმანიაშია და ბომჟებით გავსებული რო არის და იდენტობა რო აღარ არის გერმანიის ქალაქში სადაც არ უნდა გაიარო რომ სუფერად კანიანები რო არიან, ეგ იმდენჯერ მაგ რა ლაპარაკები ახლა ნუ მალაპარაკებთ გეხოცებით რა. ეს არის ჩანერგვის და ჩანაცვლების პროგრამა ევროპაში, რაც მიმდინარეობს. ეს არის მასიური, აი ერწამი რა აღარ მინდა ეს ვიდეო ამ იმას ჯობია მონოლოგზე გადავიდეთ. ანუ ეს არის ხალხო მასიური ჩანაცვლების პროგრამა რა, რაც ითვალისწინებს, რომ გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეს არის გეგმა, რომელიც არსებობს, რომ გერმანიის დაცემით, გერმანიაში აი სულიერი სიკვდილით, რა შინაგანად იდეოლოგიური გაღწნით, რაც მათ ამ კომპლექსის სახით ფაშისტების შემდგომ მათ აკიდეს. სწორედ ითვალისწინებს იმას, რომ გერმანიაში გამოვლინება ნებისმიერი რომ შენი ქვეყანა გიყვარს, აღქმულია როგორც ფაშიზმად. მაგენა გავდინდა ეს ხალხი არის უკვე დაკომპლექსებული, გაიგეთ? და ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატებმა და რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ და მაშინდელმა deep state-მა, რომ გერმანია რაც უფრო დაეცემა, მით მეტად ადვილად სამართავი გახდება მთელი ევროპის კონტინენტი. და ეს ხადია. მე ისიც კი გამიკვირდა რომ AfD საერთოდ არსებობს ალტერნატივა გერმანისთვის და ალისია ვაიდელი, რომელიც არის ლესბიანკა. მაგრამ ალისია ვაიდელი ამბობს, რომ მე კი ვარო ესეთიო ამ ორიენტაციისო, მაგრამ მე პროპაგანდას არ ვეწევიო ყოველფრისო. ანუ გერმანიაში ვინც ეხა ჩამოკიდებული არის, წარმოიდგინე გერმანიის ბედი ვიზაც ანუ ვიზას დგას რეალურად და ვისაც მოუკლეს ეს ყველაფერი, ხო? იმისი მთავარი ისა რა ქვია, მდივანი არის ხო ლესბიანკა.
მაგრამ არავის თავს არ ახვევს თავის იმას. ორიენტაციას. ანუ თქვენ ახლა ხვდებით რას თავგვაქვს მეგობრებო, ჩვენ საქმე რომ ანუ დამიზნება ეს ანუ გერმანულ პოლიტიკაში რა, აი საერთოდ ბოლო 60 წლის მანძილზე. გერმანელი ხალხის მასიური გამოშტერება, გერმანელი ხალხზე ყველანაირი კომპლექსის აკიდება, ანუ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რომ ევროპა ვერ უნდა გამოიღვიძოს. რადგანაც ევროპის კონტინენტზე უნდა მასიურად ჩასახდნენ და ჩანაცვლების პროგრამით გადაიყვანონ ინდოელები, ბანგლადეშელები, თურქები, არაბები, გააშავონ იქაურობა, გამუსულმანო, რაც დღის წესრიგში 60%-ია უკვე იქ. მეჩეთები შენება გერმანიაში ისეთი სისწრაფით, გეგონებოდა საქართველოს შეშურდებოდა, საქართველოში თუ ქრისტიანული ტაძრების საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, გერმანიაში მეჩეთები კიდე შენდება ეხა. მთელი ლობი არის შექმნილი უკვე მაგის. ეს არის Deep State-ის მიერ ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, რომ ევროპა გახადონ დამოკიდებული და ადვილად სამართავი კანტორა, სადაც აღარ იარსებებს მაღალი ტესტოსტერონი, სადაც აღარ იარსებებს კაცობა, სადაც აღარ იარსებებს ქალობა, სადაც აღარ იარსებებს მეტაფიზიკური მეინსტრიმი, სადაც აღარ იარსებებს წინააღმდეგობის მიმართ ეს გამოხატვა, ანუ ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ ევროპის კონტინენტზე დაშვებული ეს გიგანტური ფარდა ნიშნავს, რომ ევროპას სამუდამოდ გამოიცლება საკუთარი საყრდენი და მომავალში დაახლოებით 20-30 წელიწადში გადაიშვება ისლამური ხალიფატის მომავალში. ეს რეალობა უკვე. მე რო ევროპას ვაკრიტიკებ და ბოდიშით ევროპას არ ვაკრიტიკებ, მე ვაკრიტიკებ ევრობიუროკრატიას. აქ ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ ზოგადად ლიბერალები ხო იმბეცილები არიან და მე მაშავებდნენ ხოლმე ესეთი რამეებიც, რომ შენ რო ევროპა გეზიზღება, რას დადიხარ ევროპაში? მომისმინე შვილო, მომისმინე კარგად. ნახე, განსხვავება უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მე როდესაც ვაკრიტიკებ ევროპის კონტინენტს, მე მასში არსებულ ინდივიდუალურ გამოვლინებას კი არ ვებრძვი, რომ თავისთავად გერმანია ცუდია, თავისთავად საფრანგეთი ცუდია, თავისთავად არ არის. მე ვაღიარებ, რომ ევროპა არის ცივილიზაციის ცენტრი. მე ვაღიარებ, ეს არის ფაქტი, რომ ევროპაში დაიბადა და განვითარდა ყველაფერი გრანდიოზულ ისტორიაში. მაგრამ მე რო ვაკრიტიკებ ევროპას, მე თავს ვესხმი ბრიუსელს, მე თავს ვესხმი ევრობიუროკრატიას. რომელიც ორიენტირებულია და რომელიც არის მეგაფორმირება, ტერაფორმირება ჩვეულებრივი თანამედროვე გამოვლინებით საბჭოთა კავშირის. მაგრამ საბჭოთა კავშირის უკეთესი ევროკავშირთან შედარებით ის, რომ საბჭოთა კავშირი პირდაპირ ხიშს გადებდა სახეზე, რომ არ გამოხატოს საკუთარი აზრი. არ გაქვს შენ გამოხატვის უფლება. აი მაგალითად ვერ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობა, არ გაქვს, უნდა შემიხვალ და პოლიტიკის ის უნდა ირჩიო, რომელიც პარტიას უნდა. ევროკავშირი გეუბნება წარმოსახვით ილუზიას გიქნეს, რომ შენ გააქვს ამის უფლება, მაგრამ სინამდვილეში არ გაქვს. დღემდე არავინ არ იცის როგორ ირჩევენ ორსულა ფონ დერ მაიერს. ანუ არავინ არ იცის როგორ ვინ ირჩევს ევროკავშირის პრეზიდენტს. ეს არავინ არ იცის საერთოდ. დღემდე არავინ არ იცის მაგალითად ის რომ თელ ევროპაში ხომ მიმდინარეობს ევროპარლამენტარის არჩევნები, ეხაც რო იყო მათ შორის. რა სისტემა მოქმედებს რეალურად? ვინ ამოწმებს ამ ყველაფერს? აი ევროკავშირის არჩევნებს ვინ ამოწმებს რეალურად? ნუ თუ ეს არ არის გლობალიზაციის იმ სახით გამოვლინება, რომ მაგალითად, როდესაც შენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხარ, შენთან შემოდის ევრო, შენთან შემონა საერთო ვალუტა, საერთო მიმოქცევა, შეუმოწმებელი საზღვრები, იარე, მიდი აქეთ, ეს არის გლობალიზაციის თანამედროვე გამოვლინება. აქ ეხა LGBT პროპაგანდა ეგ ცალკე საკითხია კიდე კაცო, ჯერ ერთი პირდაპირ გვეუბნებოდა ეხა ევროკავშირი, რომ თუ გინდათო წევრი ქვეყანა ასოცირებაო და ისინი გაგრძელოსო და წევრი ქვეყანა თქვენ როდესმე გახდეთო, ოჯახური ღირებულებებისო და ბავშვთა დაცვის კანონი გააუქმეთო. და მე იასნია მიიღეთო ადამიანთა დაცვის უფლებების ისინი, ან ადამიანთა უფლება და დაცვა ბჭყალებში ეს LGBT-ს ნიშნავს იასნია. აბა რა არის სხვა? ადამიანთა უფლება და დაცვა ისედაც არის საქართველოში. მაგრამ პროპაგანდა აკრძალული საქართველოში, მაგრამ მაგათ ეგ უნდათ რომ ეგ მიიღო, გაიგე? ამიტომ ის თავს მოხეული რაღაცეები რომ აქ მარტო პრობლემა LGBT კი არ არის კაცო. LGBT აქ არის მე-6 ხარისხოვანი პრობლემა. ხალხნო, აქ არის უკონტროლო მიგრაცია. აქ არის გლობალიზაციის მინიმალური გამოვლინება. პირდაპირ გეუბნები და მას ხა. საერთოდ რატო უნდა იყოს უვიზო მიმოსვლები? აი მე საერთოდ ეს არ მიცმის. საერთოდ არ უნდა არსებობდეს უვიზო მიმოსვლები. რატო უნდა გქონდეს მე სადმე 1 წელს ჩასulis უფლება დაუშვოთ? და იქ მარტივად ბინადრობის აღების უფლება, მე იქ მარტივად სამსახურის დაწყების უფლება, რატო? აი, ამ კითხოსო რატო, რა დამსახურება გაქვს? და სწორედაც გერმანიასო დარხეული აქვს დღეს, არის სწორედ ის მიზეზი, რომ ჩაყავთ სოფლიოს მრავალი წერტილიდან აზულსიქერები, ანუ აზულიანტები, ჩაყავთ ნარკომანები, სოციალურად დაუცველები, თელეს ბომჟები, აბსოლუტურად უყელა ჩაყავთ, უნიშნავენ პენსიას როგორც საფრანგეთში,
მე ხალხი გამოდის ქუჩაში ხალხს აუპატიურებს, მე კრიმინალის რაოდენობა იზრდება დაახლოებით 12.5% იყო საფრანგეთში ბოლო წლებში გაზრდილი და მე ვიღაცა გამოვა ეხა და მე მეტყვის რომ აიო გერმანიას ადარდებსო ისა რომ ხელფასი შენამდენი გეკრება და გერმანია მაგარი ქვეყანაა მაგის გამო. გერმანიას იმიტომ აქვს დარხეული რომ ყველა ემიგრანტი ვინც იქ ჩადის გაუნათლებელი, სრული იმბეცილი, ძალიან ბევრი, რომელიც ჩადის და იქ 3000 ევროიან სამსახურს იწყებს. გერმანელი ხალხის ჯიბიდან გამოდის ეგ ფული და უცხოელების ჯიბებში მიდის. და დღეს BMW რო მაგალითად და Mercedes-ი, რომლებიც ამერიკაში მიდიან უკვე და საკუთარი ისინი ქარხნებიც იგატაქვთ, არის იმის დამსახურება, რომ ეს გადასახდელის მთელი ფულები რაც არის და რაც გერმანელი ხალხის ჯიბეში უნდა მიდიოდეს და რაც ჰიტლერმა ეს ყველაფერი გაკეთა, დღეს ნაწილდება ზოგი სლოვაკეთში, ზოგი სერბეთში, ზოგი ხორვატიაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი პორტუგალიაში და გერმანიის ეკონომიკის ხარჯზე ევროკავშირის უსაქმური ქვეყნები ცხოვრობენ. რატო გეკითხებით? აი ამას ებრძვის ალტერნატივა გერმანიის სწორედ. აი რატო უნდა მიდიოდეს ჩვენი ფული სხვა ევროპული ქვეყნ? ამაზე მე პასუხი აქვს. ხორვატია უნდა განვითარდეს, იქ ადამიანური უფლებები ირღვევა. ალბანეთში მაფია ბატონობს, იმაში რა ქვია, უკრაინაში ქურდული სამყაროა. სერიოზულად? ანუ სერიოზულად? აი ესეთი ნარატივები, ესეთი გულუბრყილო იმბეცილები რო არიან საქართველოში, ლიბერალები, ხო? მაგის დამსახურება რომ ვერასდროს ვერ გაცდებიან რუსთაველის ქუჩას. აი ვერასდროს. მე გონებაში არის ემოციები. და ჩვენ სამყარომ გვანახა ესეთი რამე რაც უფრო ემოციური ადამიანი. მით უფრო მაგრად ეტყინება, როდესაც ძირს ეცემა. პოლიტიკაში შენ გჭირდება მყარი ცივინეროები, ცივა დაზროვნება. და ეხა უყურე, აი აქ ხო იმაზე არიან, რა ქვია, ეხა ხო გერმანიაში მოკლეს, ეხა ამაზეც იტყვიან, ეს დამთხოვაა. 16 პოლიტიკური კანდიდატი რომ მოკლე, რა დიპსტეიტი მასონების გჯერათ? იმის გჯერათ, რომ ებრაელების სამყაროს მართავენ? იმის გჯერათ, რომ მედია, ეკონომიკა, ფინანსები ყველაფერი ებრაელების ხელში. რა ზღაპრების გჯერათ? პორნოგრაფია, OnlyFans, ხო იცით ეს ცნობილი გარყვნილების პროპაგანდა პლატფორმა, სადაც ჩვენ სხეულით ვაჭრობ. მისმა CEO-მ ისრაელს ოფიციალურად გადაურიცხა 2.5 მილიონი. ხო. იცოდეთ სიმართლე, გადაამოწმეთ, დაასტოპეთ ვიდეო, გადაამოწმეთ. ოფიციალური დონაცია არსებობს 2.5 მილიონია გადაღა, რატომ? ანუ ხალხო რომ გულუბრყილობა მე მესმის საერთოდ, რომ აი გულუბრყილო ადამიანები ძალიან იჩაგრებიან ცხოვრებაში. ყველაფერი ძალიან, ხო იცით აი მეტი უაზრო სიკეთე არის სიდებილე უკვე. ეს ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. რაც უფრო უაზროდ კეთილი ხარ, მით უფრო ანუ შენ სიდებილეში აღიქო სხვა ადამიანი. აი რაც უფრო ადამიანს ეფერები, ჩემოსაყვა, რამე ხო არ გინდა, რამე ხო არ გესწე, ეს ყველაფერი მე ადამიანი გავალდებულებს ამ ყველაფერს გაიგე და მე უკვე გონია რომ შენ დებილი ხარ მაგით. გამიგე? ამიტომ გულუბრყილობა და ეს ყველაფრის მარტი პორცია დაჯერებაა, ხო ყველაფრის. იწოვს იმ ყველაფერს, რომ ხვალზე რო რეალობის წინაშე აღმოჩნდები და მე რო ეს ყველაფერი ვიცოდი, რომ 2 წლის წინ რა იქნებოდა 2 წლის მერე ქართულ პოლიტიკაში ეს ყველაფერი რომ მე კარგად ვიცოდი, ყველაფერი რომ კარგად განსაზღვრე და ისტორიის სწორ მხარეს მე მაშინ დავდექი, ჩემი რაციონალური აზროვნების პროდუქტი იყო თორე. ეხა ვინებიც გაშავებულები უკვე არიან, ინფლუენსერები, TikTokerები, YouTuberები, ვინებიც არიან, ხო? მაგათ ვეღარაფერი ვეღარ ჩამოურიც, პოლიტიკაში ვეღარ მოვლენ ეგ ხალხი. რატო შენ ოდესღაც უკვე მდგარხარ ნაცების აქციაზე სიტყვას. შენ ოდეს უკვე მდგარხარ კოლექტიური deep state-ის საქმეში იყავი ნებით უნებლიეთ. თუ უნებლიეთ უფრო დებილი ხარ. ამიტომ მე წინასწარ დასკრებს რო ვაკეთებ და ჩემ გამომწერებს მე ამას ვაფრთხილე, მე თქვენზე ვფიქრობ რეალურად. თქვენზე ვფიქრობ. თორე მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორც თქვენ, მაგრამ მე მეწს ვფიქრობ ამასთან მიმართებაში, გაიგე? რომ ვიღაცა პორცია რომ იგზავნის აქ და ვიღაცამ გზა გაგიყვანა და ევროკავშირმა იმიტომ გაიკეთავა რომ აი ხა ვიღაცა გიორგი გამსახურდიას ბედი ადარდებს ახლა ხო აი კაი რა გეხვეწები რა კაი უფასოდ დღევანდელ დროში ცოლი ქმარს აღარ აცლებს ახლა და ევროკავშირი გაგიკეთებს ახლა შენ ისე გზას რომ შენგან 10 ჯერ მეცარგებელს არ მოიღებს აიქენა გავდიდე აი მასთან გვაქვს მეგობრებო საქმე პირდაპირ გერმანიაში ევროპის ცენტრში გერმანია რომ ჩემი ფავორიტი ქვეყანა იყო გერმანია ხალხ რომ მე თუ გინდა ცალკე ჩაგიწერთ ვიდეოს ეხა გაშავებული რო არის ისტორიაში ფაშისტები რო ესმით და ეგრევე რომ იზმენებში რო ვარდებიან ბიჭო გერმანიას რა ეკონომიკაც რა ინდუსტრიაც რა მრეწველობაც გერმანიას ქონა და გერმანიამ რაც მსოფლიოს მისცა იმის ერთი მეორედია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მიცემული მსოფლიოსთვის რაც მარტო გერმანია მიცა
ეკონომიკა, ინდუსტრია, სამხედრო მრეწველობა, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები, მედიცინა, სოფაშისტების დროს. აი იმ ფაშისტების დროს მოხდა ეს ყველაფერი ზუსტად კი 33-45 წლები. ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ისტორიას გამარჯვებულები წერენ და ამბობენ რამდენად ცუდები იყვნენ დამარცხებულები. ეს ესეა ყოველთვის. თქვენ როდესაც ახალ გოგონას გაიცნობთ, ბიჭებს ვეუბნებიან, გოგოებს ვეუბნებით, თქვენ ახალ ბიჭს გაიცნობთ, თქვენ წარსულზე, თავიანთ წარსულზე რას მოგიყვებათ? კაის ხო, რა თქვენ აბა ცუდს ხო არ გეტყვით? ურთიერთობის დასაწყისში რატოა ყველა კარგი? იმიტომ რომ კარგს გიყვებიან. რატო? იმიტომ რომ მათ საკუთარ თავში გაიმარჯვეს. გამარჯვებულები წერენ ისტორიას, რამდენად ცუდები იყვნენ დამარცხებულები. ხვდებით? ასევეა პოლიტიკაც. მე მიყვარს გერმანია. მე მიყვარს დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნები, მათი სუვერენიტეტით. მე მიყვარს მათი კულტურა, მე მიყვარს ევროპის კულტურა. მე ვგიჟდები ამ ევროპულ კულტურაზე. მაგრამ მე მეზიზღება თანამედროვე კომუნიზმი, რასაც ეწოდება ევროკავშირი. თანამედროვე კომუნიზმი. რომელიც აკრობს იდენტობას, რომელიც ებრძვის რელიგიურ ღირებულებებს, რომელიც ებრძვის შენს წამს, შენს ფასეულობებს, ღირებულებებს და ყველაფერს სიცილ კისკიში გინადგურებს. და შენაც ყველაფერი გონიან გერმანიაში 3000 ევრო ახალფას. იმიტომაც აქვს დარხეული გერმანიას. რომ ვიღაცა იმიგრანტებს 3000 ევროს უხდის და ამ დროს გერმანელი ხალხი და მათი გადასახდელები ნაწილი უკრაინის ომში მიდის და ნაწილი სოციალურ დახმარებებში მიდის, რომლებიც ემსახურება ნარკომნების გონზე მოყვანას. და დაანრონდამათ დაანახონ რომ ნარკომანია ცუდია. აი ეს რეალობას მე რატო გიხსნით ახლა ამ ყველაფერს რომ თქვენ მეგობრებო წარმოდგენა გქონდეთ რა არის თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიული პრობლემები. თორე რა თქმა უნდა თალკი აღებული გიჟდები ხო გეუბნებით ევროპაზე. არა გერმანია მე რომ მიყვარს და რაც მე გერმანიაზე ვიცი. აი ბარეული აშეული ადგეს და მე დამიდგეს წიგნი არ არსებობს რომელიც მე წაკითხული არ მაქვს ფაშისტებზე მაგალითად. წიგნი არ არსებობს შენ მე რაც არ მაქვს წაკითხული. აი რო უყურებ გაოცებული ვარ მათი ეკონომიკური წარმატებებით, მათი ინდუსტრიული მიღწევებით. მაგრამ წააგეს ომი, არ მინდა ხა იმებს გავყვე რა მოხდა, ყველაფერს აკარგად ისით და მოგებულები წერენ ისტორიას. და ჩვენ რა გავიგეთ ამ ყველაფრიდან? დააკუცმას ეს, გამოაშტერეს გერმანია, გერმანელ ხალხს საერთოდ ფიქრის საშუალების, ანუ აზროვნების საშუალება წაართვეს, დააზომბეს და დღეს აკერხეთ 16 კანდიდატი მოუკლეს გერმანიაში. 16 კანდიდატი. და ეს coincidence, ანუ დამთხევა? აი დაწერეთ დაბლა კომენტარებში რა. ეს არის deep state-ის ხელწერა. ეს არის საიდუმლო ჩრდილოვანი მმართველობა, რომლებიც მონაწილეობენ ევროპული სუვერენული სახელმწიფოების დღის წესრიგის წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ნაციონალიზმს, რომლებიც ებრძვიან კონსერვატიზმს, რომლებიც ებრძვიან ეროვნულ ღირებულებებს. ჩემი თუ არ გჯეროდა ამდენი წლების განმავლობაში, ფაქტები დღითი დღე გიდევ თვალწინ, როგორ ხოცავენ ყველა იმ გამოვლინებას, რომელიც ემსახურება ევროპელი ხალხის გამოღვიძებას. ამიტომ პასუხი მაქვს ძალიან მარტივი. ჯერა თუ არა ევროპის გამოღვიძების? არა. არ ჯერა. ევროპაში დასრულდება აბსოლუტურად მალე ყველაფერი. ევროპა ვეღარასოდეს გამოიღვიძებს. ერთადერთი რაც მადარდებს, მინდა რომ საქართველოს გადავარჩინო ამ ყველაფერში. სხვა ყველაფერს, რავი, აგერ ნახავთ, აგერ თქვენ და აგერ მე. დასრულა მეგობრებო, ლიბერალურმა დემოკრატიამ დაუტირა ევროპას. ამას შენ ამ ყოველდღიურ ამ მიგრაციას, ყოველდღიურ ამ ეკონომიკურ ექსპანსიას, ყოველდღიურად ამ ტვინის გამორეცხვას, ყოველდღიურად ამ მავნე პროპაგანდას ადამიანის ცნობიერება ვერ უძლებს. საზოგადოება ძალიან მარტივი სამართავია და ამისთვის ძალიან დიდი დრო ქონა კოლექტიურ ჩრდილოვან ძალებს, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ ევროპული კონტინენტისგან რეალურად ექციათ კოლონია, ის რაც ევროპას ამდენი საუკუნეების განმავლობაში ქონათ სოფლიოში, დღეს თავად არის ევროპა მაგის მსხვერპლი. დიდი ბრიტანეთი თვითონ იქცა საკუთარი ბიუროკრატების კოლონიად, საფრანგეთი თვითონ იქცა კოლონიად, გერმანია თვითონ იქცა კოლონიად. ნუ ეხლა ესა ცენტრალური წამყვანი ევროპული ქვეყნები. მე ძალიან წუხარ, მე ძალიან გავიცი, რადგანაც ევროპა და ევროპაში არსებული ქვეყნები მე მართლა მიყვარს, მე მათი კულტურის გულშემატკივარი ვარ, მე მათ შესახებ ძალიან ბევრი რამე ვიცი, მე მათ ძალიან ბევრ რამეში უთანაგრძნობ. მაგრამ მე მძულს ევროკავშირი, რადგანაც ის ებრძვის ყოველივე იმას, რაც ჩემთვის და თქვენთვის და ნორმალური ადამიანებისთვის არის გამოვლინება ყოველივე სიკეთისა და კარგის. დაწერეთ თქვენი ასარ კომენტარებში, ბოდის ვიხდით ჩემს ემოციურ საუბარზე ცოტა, ხანდახან ესე გამდის, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და არ მიჩვევია დაზეპირებული ტექსტი, არასდროს არ ვიზეპირებ, არასდროს არ ფიქრობ წინასწარ რას ვისაუბრებ. მე ჩემს კამერებთან და ჩემს გულშემატკივრებთან და ჩემს 140 და რამდენი გამომწერი ყავს უკვე 147,000-ზე მეტ გამომწერთან მაქვს გულწრფელი და თავიდან ბოლომდე გულახდილობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ამიტომ ხანდახან შეიძლება რაღაც ცუდი წამომწდეს. არ იწყინოთ ესეთი რამე, იმიტომ რომ იუთუბერი ვარ, ვის და ჩემს მაღლა არავინ არ დგას.
რავი, მინდა სულ სიტყვას ვიტყვი რაღაც მომენტში და ჩემი ემოციურობის გამოვლინება. მინდა უბრალოდ აკადემიურად ვისაუბრებ. ანუ ვიყოთ ბუნებრივები რა. აღარ არის საჭიროა პოლიტექნოლოგიების და იმის რა ქვია რომ ვიღაცა ახალი დრო მოვიდა. ახალი დრო ეს ახალი ერაა. თავიდან ბოლომდე. ამიტომ განსხვავებული დიალექტიკაა ცოტა. რას ვიზავთ? დრო იცვლება, ჩვენ უნდა უყვეთ ამ ყველაფერს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა შევინარჩუნოთ წარსულის მთავარი ღირებულებები და ფასეულობები, რაზედაც უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. დროებით.